თქვენ ხვდებით უცხო პარტნიორებს ჩვენსა საელჩოებს დღესაც გქონდეთ შეხვედრა რა ტიპის უკავშირია მათგან. მხოლოდ ისმენენ თუ აქვთ უკვე პოზიციები რომ აქვთ ეს გასაგებია, მაგრამ ხმამაღლა თქმის რეჟიმში როდის გადავა უკვე ეს იმ თვალსაზრისით, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება საზოგადოებას, რომ ეს არჩევნები იყო კი ბატონო გაყალბებული და ეს ხელისუფლება არ გამოხატავს საზოგადოების ნებას. ანუ არ არის ლეგიტიმური. მე ვფიქრობ, რომ უკვე დედაქალაქიდან, ევროპის ქვეყნების დედაქალაქებიდან უკვე ეს განცხადებები გვესმის, ხომ? რა თქმა უნდა, ეს განცხადებები ვერ გვექნებოდა მეორე დღესვე, ხომ? იმიტომ რომ მათ ჭირდებოდა კიდევ დამატებით ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა, ხომ? ეხლა მათ შორის ერთი იყო ეუთო ოდირის დასკვნა, რომელიც იყო ძალიან კრიტიკული და იქ ყველაფერი ეწერა, მათ შორის ზეწოლაზე, მოსყიდვაზე, ფარულობის დარღვევაზე, იყო საუბარი საჯარო მოხელეებზე, ზეწოლაზე და ასე შემდეგ. ანუ აი ყველაფერი წერია იმ დასკვნაში. გასაგებია რომ მოკლე არის შედარებით და ხა ყველა დეტალს ვერ აღწერდნენ, მაგრამ ძირითადი მიგნებები იქ არის. მეორე ნაწილი, რა თქმა უნდა, ისინი უყურებენ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მაშინვე ჩვენ მეორე დღესვე თუ მესამე დღეს იყო, როდესაც 400 ვიდეო და ფოტო ფაილი გამოვაქვეყნეთ, სადაც საუბარი იყო კონკრეტული ტიპის დარღვევებზე, მხოლოდ და მხოლოდ იმ მასალებზე იყო საუბარი, რომელიც მოიპოვა ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ. ამის შემდეგ უკვე ანალიზი გაუკეთეთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციას და ცხადია ესეც გამოვაქვეყნეთ და აი ეს მთელი სტატისტიკა და თავისი ესე იგი სხვადასხვა ტიპების მიხედვით დაშლილი და ასევე უბნების მიხედვით და ოლქების მიხედვით ეს ყველაფერი მიწოდებულია და ზუსტად ამიტომ დღეს უკვე რაღაცა პერიოდის შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რომ ეუთოს და ოდირს არ უთქვამს, რომ ეს იყო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ხომ? ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იქაც არის რაღაც პროცესი, ხო? ანუ ამათაც სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას და საბოლოო შეფასებას გააკეთებენ, მაინც აძლევენ შანსს ადგილზე მთავრობას, რომ რამე მაინც გააკეთოს, იმიტომ იყო საუბარი გამოძიებაზე და ასევე, ნუ რაღაც მომენტში როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ ადგილობრივ გამოძიება არაფერს არ მოგცემდა და უკვე ეძებენ კონკრეტულ საერთაშორისო მექანიზმებს იმისთვის, რომ ეს გამოძიება ჩატარდეს. მე ვფიქრობ, რომ ისინი არიან დღეს აი აქ ზუსტად, რომ მათ კითხვები აღარ აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო ძალიან ცუდი არჩევნები და ფაქტიურად ამომრჩევლის ნება არ იყო ასახული შედეგში, ეს ნამდვილად ასია. დღეს ჩვენი საერთაშორისო ასე ვთქვათ პარტნიორები ფიქრობენ იმაზე, როგორ შეიძლება წინ წავიდეთ, ხომ? ანუ რეალურად აქ აშკარა არის რომ იქნება პოლიტიკური კრიზისი, ოპოზიცია ამბობს, რომ არ შედის პარლამენტში, აქ კითხვები არის, რომელსაც პასუხი არ ეცემა და შესაბამისად უყურებენ ასევე საქართველოს მოსახლეობის რეაქციებს ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ აქაც რა თქმა უნდა ის დიდი აქცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომელიც ჩვენ ვნახეთ და რა თქმა უნდა თვითონაც ფიქრობენ იმაზე, რომ შეასრულონ ის რაზეც ისინი საუბრობდნენ წინა საარჩევნოდ. ანუ ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ დადგება პასუხისგებლობა ყველა იმ პირის, ვინც მათ შორის იქნება ჩართული არჩევნების გაყალბებაში. და მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ სიტყვები არ იყო, მე მგონია, რომ აი ეს მთელი მასალა რაც ჩვენ დავაგროვეთ და ის რეაქციები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ქართული საზოგადოების მხრიდან, ასევე დაეხმარება იმას, რომ ეს პროცესი უფრო სწრაფად განვითარდეს.